გამარჯობათ ხალხო. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი, ჩვენსკენ ძველებურად, ცხელა, მაგრათან გვინდა სადმე გასეინება, მაგრამ სიცხეში ვერ გამოვდის, მაგრა ცხელად, შემოთბილებო და ტკაბილებო. რა ხდება, აბა? რაზე უნდა გვისაუბროთ დღეს იმაზე რა ქვია, აი თანამედროვე ცხოვრებაზე მინდა გესაუბროთ. რაც უფრო მსოფლიო ვითარდება ხალხო, მით უფრო კომუნიკაცია იკარგება. ძალიან თან. რაც უფრო ტექნოლოგიები ვითარდება და ეს თანამედროვე ეპოქა მოდის, უფრო იკარგება ადამიანობა, ისინი რა ქვია, აი ერთმანეთთან კომუნიკაცია. ხო, ურთიერთობა, ელემენტარულია, იცი რა არის, ხალხო რას ვიტყვი ახლა მე ჩემზე არ ვამბობ და შეიძლება ყველა ერთნაირად არის. აი სტუმრის მოსვლაც უკვე მონატრება აღარ არის, ხო, ელემენტარული. უკვე ერთად აღარ მოდიხართ, აი ხშირად არ იკრიბებით, ხშირად ადრე უფრო ხშირად ვიკრიბებოდით, უფრო ხშირად ვიყავით ერთმანეთთან და აი ეგ კომუნიკაცია, აი მაგალითად კომუნიკაცია არ არის ახლა ჩვენ საუბრობთ და ვიღაცა იგებს ჩვენ საუბარს, ხო არის კომუნიკაცია ხალხო. არ არის კომუნიკაცია ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ახლა ონლაინ კომუნიკაცია. ონლაინ არის, მაგრამ ონლაინ კომუნიკაცია ზიარა გინდა როცა შეგიძლია ნახო ვიღაცა. ხო და აი იმიტომ მე იმას ვიძახი რომ ონლაინ კომუნიკაცია რო არის, ხო? იმას დამიგდე ყური ვეღარ ავთქვი. ავარია ხო, ონლაინ ხო, კომუნიკაცია რო არის. მონატრება აღარა გაქვს, აი ეს მინდა. ეგ მონატრება აღარ. ხო, მონატრება აღარ გაქვს და შეიძლება 2-3 წელი გავიდეს, 4 წელი გავიდეს და მე ნახო შენი ახლობელი, ხო, თქვათ, ნათესავი იქნება. ხშირად ვერ ხვდები, აღარ ხვდები. აი ადრე, ხო, ელემენტარული ადრე იყო, უფრო ხშირად ვიყავით ერთმანეთში, უფრო კარგად ვიყავით, რაც უფრო მეტი განვითარებაა და რაც უფრო მეტი ის არის, ხო? აი მაგალითად, ეხლა ამერიკაში შემოვიდა ახალი კანონი ტრაილერებზე ვინც ის, ხო, თქვათ, ონლაინ არის ყველაფერი. ჩეკინი უნდა გაიარო, ის არის, რა ქვია. ონლაინ არის ყველაფერი. აკაკი გეგენავთ, ვიცით, წეგან იმას ქონდა და ვიდეო ის არის, რა ქვია, უნდა დაასკანერო QR კოდი და ჩეკინი უნდა გაიარო, რომ შეხვიდე იმაში და დავტვირთო. ხო. პრინციპში ადამიანი არც გამოდის. იმდენი რიგი იყო ხალხო, იმდენი რიგი იყო, იმხელა რიგი იყო, რომ ხო და აი იმიტომ ვიძახი, რაც უფრო მეტი ტექნოლოგია შემოდის, მით უფრო მეტი ვითარდება, ხო? ადამიანობა კი არა, იცი რა არის, სითბო აღარ არის, ის აღარ არის, უფრო აი ურთიერთობა აღარ არის. რაც უფრო ახლოს იყავი ადრე და უფრო სასიამოვნოთ იყავი და აი უფრო ახლოს რო იყავი, უფრო მეტი სითბო იყო თითქოს. რა ვიცი, ჩემი აზრით ეს არის. რა ვიცი, დააფიქსირე თქვენ ონლაინ მაგალითად. აი მაგალითად მაღაზიაში წასვლას აღარ გინდა ონლაინ, იმას პრობლემები შევიღებე. რაღაცა, იცი როგორია? რაღაცნაირია, ყავისფერიც არის, შავიც არის და ცოტა კერაშიც გადადის. ხო, აი რაღაცა. აი გზეში რო გახვალ, ცოტა კერაში გადადის. ხო. ხო. რას ვამბობდი ზამავით? ხო, მაღაზიაში. მაღაზიაში მაგალითად, წასვლა აღარც გინდა. ონლაინ შეგიძლია ყველაფერი შეუკვეთო. ხო. აი ფიზიკურად აღარ გინდა რომ მიხვალ. ხო და რომ მიხვალ ელემენტარული გეზარება უკვე ის ონლაინ ის ახლა მიჩოული რომ უკვე გეზარება იქიდან ფეხის იქიდან გადადგმა ფეხის მოიტან, მიიტან, აი სიცხეში. გამოიძახე და მოგიტანს. ხო. მოგიტანენ. გამოიძახე იმასია. ორნაბიცა კი. ონლაინ. შეგიძლია გამოიძახო. გამოიძახო აპლიკაციიდან მოგიტანენ. ხო. მაგალითად ტექნიკა შეგიძლია გამოიწერო იმას აქ რა ქვია ონლაინ გააკეთო. კიდევა. ონლაინ გააკეთო განვადებაც. ხო. ონლაინ გააკეთო ყველაფერი. და ეგ უკვე აღარ არის, აი ნამდვილად ახლა აი როგორ მინდა თქმა.
სასიხარულო თუ სამწუხაროა, ვერ გაიგებ. ტანსაც მენიც. სასიხარულოც არის რომ ვითარდება თან ყველაფერი და იმას აშუება ტექნოლოგიები იქმნება. უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს და ერთი მხრივ კიდე სამწუხაროა. რომ კომუნიკაცია აღარ გვაქვს ერთმანეთთან. აი, იცი როგორ ფიზიკური კომუნიკაცია. ხო, აი რაღაცა სიტყვაზე ავიღოთ ხალხო, აი მე ვამბობ, აი შემოთვილებო და ტკბილებო, აი ვამბობ. აი რაც მეტი კომუნიკაცია. მე მგონი აი უკვე ისე ვითარდება ქვეყანა, რომ ადამიანი აღარაფერში აღარ და საჭირო აღარ იქნება უბრალოდ. აღარ იქნება. მე ხვალ ყველაფერი ონლაინ, ყველაფერი ის იქნება. მე მგონი ადამიანი აღარც იქნება საჭირო. რომ რაღაცა გააკეთო. და ეგ ონლაინ რო გამოიწერ ის ადამიანმა კი უნდა მოგიტანოს ადგილზე, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება რობოტებმა მოგიტანო. ან შეიძლება საერთოდ მანქანები გამოვიდეს, შემოვიდეს ისეთი, ვიღაცამ დადოს, მიუთითოთ ადგილი და მოვიდეს. ხო, არის, კი, გამოვან იმნი. მაგრამ ამერიკაში ერთ რომელიღაცა შტატში ის არის, რა ქვია, ტაქსი მოდის, არავინ არ არის შიგნით და აჩნდება და თვითონ მიყავხა. ხო. ელემენტარული. გოლი უნდა გაგისკდეს მაღაზი ეწარიელა მანქანა რომ იგა. ვიდის. ან მოვა. ხო, რო შეგახეთქოს სადღაც. ხო და აი ელემენტარული, აი სიტყვაზე ავიღოთ. აი სადილის გაკეთებაზე. აი რაღაცა რო გინდა თქვა სიტყვაზე და აი რაღაცა უცხო რაღაცა. უცბად რაღაცა ჩაწერ უცბად რაღაცას უცბად ამოგივარდება ის. აი მე მაგალითად. გინდა რეცეპტი. ბევრჯერ გამიფიქრია, აი მაგალითად რაღაცა მუსიკა მონდონები, მებია გამხსენებია და სახელი აღარ მახსოვს და ვერ პოულობ, ხო? შესულ არ და ის არ ამოუგდია პირდაპირ. მე მგონი ინტერნეტი ჩვენ გვითვალებს რაღაცას. აი მაგალითად რეცეპტი რაღაცა, ხო, რაღაცა მოგდომები ამოგი. იმ დღეს ხალხნო მომინდა პონჩიკი რო არის. ხო იცით კრემიანი. შევედი ხალხო Facebook-ში, შევედი იმის არ მომიგდო პირველი. ამეშალანე გამორთეს Facebook-ი. ხო და აი კომუნიკაციას რაც უფრო მეტი განვითარება მოდის, მეტი ხო ის აი მით უფრო მეტი ის არის კომუნიკაცია აღარ აქვს ერთმანეთის. ფიზიკური კომუნიკაცია აღარ არის. კიდე ხალხნო რა უნდა გითხრათ. იგი უცხო შენი გამოუწერებმა რო ხალხო გამოუწერები შემხვდა იმ დღეს მოგესალმებით, ჩემოლამაზებო, თბილებო, ტკბილებო. სურათები გადაიღეს. ხალხო იცი რა არის, ქალაქშიც რო ვინმე შევხვდებით. თქვენ მიცნობთ, მე ვერ გიცნობთ. თქვენ მიცნობთ და მოდით ნუ მოგერიდებათ ხალხო. არ მოგერიდოთ, არაფერი არ არის მოსარიდებელი. არაფერი, ცუც არ გეტყვით, ცუც არ მოგმართავთ. ცუდი რატომ უნდა უთხრა? როგორც აქ ავართ კომუნიკაციაში მოსული თქვენთან და როგორც ისა, ისე ვიქნებით იქაც და ვიღაცამ თუ თავში არ ჩაგწურაზე უნდა უთხრა. ხო და ცენტრში ბავშვებმა ირგვლივ ასე დაარწყეს და მეხვივნენ ხალხო. სურათები გადაიღეს. კრუვი საყვარლები იყვნენ. ხო. ამიტომ მოდით ნუ მოგერიდებათ. გინდა ბავშვი იყოს, გინდა ბავშვი იყოს, გინდა დიდი იყოს. გავიცნოთ ერთმანეთი ჯობია. კი, რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტ ადამიანს გაიცნობ, მით უკეთესი. კი, კომუნიკაციაში უფრო კარგად ვიქნებით და თქვენთან ერთადაც დავლედი ერთ ჭიქა ყავას, დიდი სიამოვნებით, ხო, ყავის მუშტარი არ ვარ. ყავის მოყვარული არ ვარ, მუშტარი კი არა, მოყვარული და ელემენტარული ნამეტანი გადასარევად არ მიყვარს, არც ცივი ყავა და არც ისა სასწაულად, მაგრამ მაინც თქვენთან ერთად სურო მომკლას იმ ერთმა ჭიქა, მაინც დავლე. სანმე კაფეში დავჯდებოდით. იმდენად პატივს გცემთ და იმდენად ძალიან ბევრი ხართ თქვენ და თითო დღეს თითო ადამიანთან არ ორთან. თქვენ ძალიან ბევრი ხართ ხალხო. ხო და აი ეგ არის კომუნიკაცია ეგ არის. აი კომუნიკაცია ეგ არის. ეგ არის უკეთესია ფიზიკური კომუნიკაცია. გესიამოვნა. იმ დღეს მე სიამოვნა ბავშვები რომ მოვიდნენ და იმას აქნეს. ისე სიამოვნა სუზღერით გადმოიარა მთელი ქუჩა. ისე სიამოვნა, აი ბავშვების კონტაქტი, მოფერება, რაღაცა ელემენტარული ძალიან პოპულარობა ეგეთია. პოპულარულობაც არის თუ რა ხდება თუ რა. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ხალხო,
ფიზიკური კომუნიკაცია უკეთესია ვიდრე ონლაინ. ფიზიკური კომუნიკაციით შეიძლება შეეხო კიდეც იმას აქნა რა ქვია. უთხრა რამე. შეიგრძნო რაღაცა, ხო? ხო და ონლაინ რა უნდა შეიგრძნო ადამიანო? აი რა უნდა შეიგრძნო ონლაინ? ონლაინ ხედავ ელაპარაკები, მაგრამ ხმა გესმის, მაგრამ ის არის რა ქვია. აი რა უნდა შეიგრძნო? ვერ ისეთი გრძნობა არ აქვს როგორც ფიზიკურად. ხო, კი. ფიზიკურად კიდევ ტანსაცმლის ყიდვაც შეგვიძლია ონლაინ ფიზიკურად თქო. ტანსაცმლის ყიდვაც შეგვიძლია გამოვიძახოთ და მოგვივა. და აღარ დაგჭირდება აღარ დაგჭირდება გასვლა. აი ეგ არის აი ჩემი აზრით ცუდია ნამეტარი. ხალხო ის არის რა ქვია თიმუდან ხო ვიწერ ხოლმე, მაგრამ ის არის რა ქვია რაც ჩაყრი და იმას აშვება რა ქვია. გიზიდავს რაღაცნაირად. რაც უფრო მეტს მით უფრო მეტი გინდა. ხო, აი ეგ არის. აი ეს თანამედროვე ის რა ქვია. კომპანიებიც ხო შემოვიდა ახლა ჯუნიო, თიმუო და რაღაცები. ვაიმე. აი კომპანიის, აი ეგ არის აი ადამიანს. გამდიდრდნენ ხალხო, გამდიდრდნენ. ადამიანს იზი და ჩვენ კიდე გვაშტერები გონი. იმისავით არის გიორგი რა ქვია. ნარკოტიკივით. ნარკოტიკივით არის, ხო. აი უცბად რაღაცა ტელეფონს რო მაგალითად მე არ მიყვარს დიდად ტელეფონი ხალხო. აი ტელეფონს რო ავიღებ. უხელ შენ ლოგი რამდენი ჩავხდე ვიცი, რამდენი გამომეღვიძა. ლოგიკი არა, არაფერს არ უყურებ. უბრალოდ სკროლა. რო შევდივარ, ხო? სანამ ტელეფონი არ გადახურდება და უკვე არ იმასიზავს რა ქვია, არ იგრძნობ ხელის დაწვას და არ იგრძნობ რომ უნდა გადადო ეს ტელეფონი და მოკვდება საბოლოოდ და არ გაითიშება. ტელეფონს არ დებ. ტელეფონის დადება არ გინდა. და კიდე დასატენი რო გაქვს სულზე ხარ, როდის დაიტანება ის ტელეფონი. ხო და ძალიან ის არის რა ქვია. დამოკიდებულება იცი. არ შეიძლება ეს დამოკიდებულებაც არ შეიძლება. დამოკიდებულება არაფრის მიმართ არ შეიძლება. არა, ნამდვილად არა. მართალი ხარ, აი სულ დამოკიდებული ხარ ყველაფერზე, ნამდვილად არა, მაგრამ აიცი რა არის ელემენტარული. აი ეს სამწუხაროც არის და არა სამწუხაროც არის. სამწუხაროც არის და კარგიც არის ერთი. კი, რა თქმა უნდა. სამწუხარო იმის მიმართ არის, რომ კომუნიკაცია აღარ გაქვს და მიხვალ ონლაინ გააკეთე. სულ ტელეფონი გინდა რა. ონლაინ გააკეთე ყველაფერს. ონლაინ იმას ელემენტარული ცოტა ხანში და აი ცოტა ხანში ხალხნო ისა ხალხი სადღე გძელოების მაგივრად მესიჯებით მისწერთ იმას რა ქვია ის არა ქვია არ შეიკრიბება ადამიანები იმას იზავენ რა ქვია დადებენ ტელეფონებს ყველას ჩართავ იმაში ო აი ეგრე იქნება ონლაინ ჩართავ ან სკაიპი აღარც არსებობს მგონი მესენჯერით ჩართავ ყველას შეკრიბავ და ისინი თავის საჭრელს შეჭამენ შენ საჭრელს შეჭამ და დაჯდებით ესე დადებ ტელეფონს იქიდან ის გეტყვის გძელო შენ აქედან ეტყვი და ასე ცოტა ხანში ეგრე იქნება ცოტა ხანში ხალხო შეიძლება ექიმაც დარეკვა შეგეძლოს ექიმთანაც და ისე დაგისვას დიაგნოზი და ღმერთმა იცის ისე დასმული დიაგნოზი შეიძლება ის არ გქონდეს და სულ სხვა რაღაცა გაქვს მაგრამ ისე მაგალითად კბილის ექიმთან როგორ უნდა იმასაკნო ასე უნდა დააღო პირიო მაგასაც გამოიგონებენ ცოტა ხანში მაგასაც გამოიგონებენ უგეშინიათ ახლა აბა წარმოგიდგენია რობოტი ის რა ქვია მტერსასრუტი ცოტა ხანში შეგვეძლება აი რობოტის მტერსასრუტი წარმოგიდგენია ჩაწერ ონლაინ ტელეფონში რაღაცა საკრიფო და ის დადის წმინდა ოღონდ თავარია ინტერნეტი გქონდეს დადის წმინდა მეორე სახში წადი გადის ადმე გამოდი მიალაგებს ისე მიასუფთავს გამოხო ის დადის თავისთვის წმინდა და მივა თავის ადგილზე დადგება ხო რა თავისი დადის ნახო გადაგაყირავით ხალხოს ზურგზე დაგცედით პირდაპირ წარმოგიდგენია აბა
და ადრე ყველაფერი ის იყო, სხვანაირი იყო. კომუნიკაციაც კარგი იყო. ყველაფერი ჩემს ბავშვობაში ტელეფონი არც იყო იმდენად. არა, კი ქონდა. ეს იუთუბერობა ხო არ არსებობდა, საერთოდ. YouTube კი იყო, მაგრამ იუთუბერი რა იყო არ ვიცოდით. ხო, არა. აზრზე არ ვიყავით რა იყო. აი გარტყმაში რო არ ახარ. აი რაღაცის გარტყმაში რო არ ახარ, ეგრე ვიყავით ზუსტად. მე თანდათან შემოვიდა ეს იუთუბერობაც, ყველაფერი. პირველი ნინი კვირიკე იყო საქართველოში. გონი ხო? კი. საქართველოში მგონი ხო? ნინი კვირიკე იყო. მოგესალმები ნინი თუ გიყურებ. მოგესალმები. მანამდე თუ ვინმე იყო არ ვიცი. მე ნინის ყურება დავიწყე. გიოს მოტივაცია ნინის ყურებით წამოვიდა. მე ნინის ყურება დავიწყე. ხო, მოტივაცია ხო ნინი მოხდა. და მომინდა რომ იმასე მექნა რა ქვია, ინსპირაცია მომცა. მომინდა რომ ვლოგები დამეწყო, ხო? ინსპირაცია, მოტივაცია რაც დამიშვა. ვლოგები ეხლა მაღაზე რო დავიწყოთ, ჩემი ისა რა ქვია, დაწყება ვლოგების ძალიან შორს წაგვიყვანს. ხო, პირველი არხი რო გქონდა. პირველი არხი მქონდა. ხალხო, გადავიღებდი ვიდეო. რო გადავიღებდი, ტვითავდი ხალხო იმ ვიდეოს. და არ ვაქვეყნებდი ოღონდ. რო იმას ვიზავდი, აიტვირთებოდა. იმას ვიზავდი. არ უყურებდი, არ მომეწონებოდა, იმას ვიზავდი რა ქვია. წავშლიდი. ხო. ვითომ ინგლისურ ენაზეც დავიწყე ვიდეოების გადაღება ადრე. თავიდან რო დავიწყე, ინგლისურ ენაზე დავიწყე. ვაიმე, ამეშალა ნერვები, საერთოდ იმას ავქენი რა ქვია. წავშალე ვიდეოები. ჰა? რატო? ამეშალა ნერვები. რანაირად ვლაპარაკო, რას ბოდავ, რეებს ბოდავ, თქო, წავშალე ვიდეოები ხალხო. მე ხო საერთოდ არხი გავაუქმე. მე ქართულზე გადავედი, ქართულად დავიწყე ვიდეოების ჩაწერა. არა, ისინიც წავშალე. მე საერთოდ არხი გავაუქმე. და მე კორონაც დაიწყო, კოვიდის დაიწყო. მაშინ მინდოდა ვიდეოების ჩაწერა, სახლში ვიყავი, გარეთ ვერ გავდიოდი თუ ერთად. და მე მართა ეს ომიკრონი თუ რაღაცა ჯანდაბა, ჩამივარდა ხმა. ხო და ომიკრონის მერე დავიწყეთ, ხო? მერე დავიწყე, ხო. მერე მეორეთაც ხო სხვათა შორის ხრინწიანი ხმით ვიდეოები გადაღებული მაქვს. ერთი წელი რამისა ისა რა გქონდა გიორგი, ხო? ერთი წელი მე ხმა არ მქონდა ნორმალური. ხო? ხო. აი მაღაზიაშიც სხვა გზა არა. თანდათან მოდიოდა ხმა, პირველად რო დაგემართა სეტი. პირველად რო დამემართა, პირველად ხმა რო ჩამივარდა, ერთი წელი ხმა არ მქონდა. და ეხლა ხალხი ხსენი. ხალხო მაღაზიაში სხვა გზა არა გაქვს. უნდა ხალხო დაიცე. აი ეს ლაპარაკობდა სხვა. ხო. სხვა გზა არა გაქვს. უხსენი ეხლა მაღაზიაში უნდა წახვიდე. ვერ დავდიოდი. ვიღაცა უნდა გამომყოლოდა რომ რაღაცა ეთქვა. ვერ ვაგებინებდი ადამიანს. ხო. მე როგორღაც ამოვიღე ხმა, მაგრამ მაინც ხრინწიანი ხმით ვლაპარაკობდი. ვაიმე რაც ჩვენი ხალხო რაც ჩვენ ექიმებთან და იქვიარი. ექიმებთან მე ხალხო დავიღალე უკვე ლამის ტვინი გამომიღეს. ხო იმას აშვებოდნენ რა ქვია. მას რო იღებდნენ ანალიზს რაღაცას რა ვიცი მე. კოვიდის ტესტი რო უნდა გაგიკეთები და ხო არ გქონდა. იმ შემთხვევაში შეგიშვედნენ. თუ გქონდა გაგაქანებდნენ ეგრევე იმაში, რა ქვია, ინფექციურში. ჩაკეტავდნენ სადღაც დილეგში. ხო. ძარცმე გიორგის გამო მეცკე ვიჩხედი იმ სხვაში. ცხვირი. აქამდე არ ქონდათ ისა ხალხო. რა ქვია. რა ვიცი ყურის ბამბები იყო თუ რა იყო, რა ვიცი მე, აქამდე აყო. ტვინამდე ადიოდნენ. ერთხელ ერთმა იმან რა ქვია, ერთთან იყო თუ ვინ იყო, მე რა ვიცი, ისე გამიკეთა ეს ისა ცხვირში, ორივე ცხვირშიდან. სისხლი წამომივიდა ცხვირიდან. ძლივ შევიჩერე. მე იცი რა მუშველა ხალხო. შაბმა. ერთი ოღონდ იმან არა რა ქვია, შაბიამანი რო ეგ არა, მაგან არა. შაბი ჩოულებრივი იმისი, რა ქვია, საკვები შაბიო რა ვიცი რაღაც ესე ზარი. ხო, ქვასავით არის რაღაცები, კრისტალები. ხო. საკვები შაბმა გვასწავლეს
სახში დამდგარი წყალი ოღონდ გარეთ არა, ცივი არა. ცივი არა. არაფერი. ცივი. მე აღარ მეგონა გიორგის თუ ხმა მოუიდო და. მე მეგონა დავრჩი ესე. მე მეგონა სიმციმე. ხმა ჩაწყვეტილი. ეს ექიმებიც მაშვებიან მეთქი რა ქვია. იტყუებიან. იტყუილებიან რაღაცას, აი ისე ქონდა წარმოდგენა. არც ანალიზი ქონდა ცუდი, არც არაფერი, მე რა ვიცი რა იყო და ის არის. მე გვასწავლეს ეგ. შევი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმას. ღმერთმა ჯანმრთელად. რო არ ესწავლებინა, ხო? დღესაც ეგრევე იქნებოდი ალბათ. და ისა სახში დამდგარი წყალი და დანაყული ეს. მე გამომევლო ყელში. დანაყული, დამნაყავდი იმაში რა ქვია. რივნისა თქვა, რიონი რაღა არის. ნივრის სანახში. ესე სანაყი გოგჩულევრი ნივრის ის არის დასაჭეჭო. როდინი უბრალოდ. იმაში დავჩეჩქვავდი კარგად. გამოვა კარგად. ჭიქაში ჩავყრიდი. გახსნიდი და გამომევლო. კი არ ყლაპავდა, მაგრამ ახლა შეიძლება ხანდახან ჩაგეყლაპება რა თქმა უნდა. ის კი გიქილავს, მაგრამ გამოქილვა ჯობია ის არა ქვია ხრეიციანი ხმით ლაპარაკს. ხალხო 3 დღე გადიოდა. ჯერ ერთხელ რომ გამოვილო თითქოს მოლბა რაღაცა ყელი. გიორგი იძახოდა რაღაცა ყელში რაღაცა მიმართებაო. მეორე დღეს კიდე ცოტა კიდე რაღაცა კიდე უფრო მოემატა ხმა. მესამე დღეს უფრო კიდე ცოტა დახვეწა რაღაცას გვაგებიება. კიდე ერთ და მე ერთი კიდე გამოვილი და უკვე სიმღერა დავიწყე ხალხო. 4-5 გამოვლება და უკვე ამან ხმა, მაგრამ აიცი არ შევეშვი ხალხო, მაინც ვავლებიები რომ უთბად კიდე არ ჩაუვარდეს. ოღონდ იცი რა არის? დღეს ეხლაც ისა მაქვს სუსტი მაქვს უკვე ყელის ხმის იოგები მაქვს დასუსტებული და ცხელიც არ უნდა დავლიო. ვინ იჯერებს? ცივი? თუ ჩემი ექიმი მიყურებს მომკლავს ალბათ. ექიმმა სასტიკად ამიკრძალა ცხელი. ცხელი ამიკრძალა. ცივი. და ცივიც, ძალიან ცივი. და ახლა ამ სიცხეში ცივი რო არ დალიო, ალბათ მოუკვდები ადამიანი. ცხელი და ცივი ამიკრძალა. ცხელი უფრო უკრძალა წარმოგვიდგენთ. ცხელს რო დღეს ეხლაც რო ცხელს ან შევჭამან დავლევ. ხმა იმას მიშვება რა ქვია, მეცვლება. გიწყდება. ხო, ხმა მიწყდება. მე მეგონა ჩემი შვილი ვეღარ დაილაპარაკებს. ხანდახან დამემართება ხოლმე რაღაცა, შემეცვლება ხმა, ალბათ ვიდეოებშიც ალბათ სხვანაირი ხმაზე ვლაპარაკობ ხოლმე ხანდახან. ასე მეგონა ჩემი შვილი ვეღარ დაილაპარაკებს ერთ თავის ხმაზე მეთქი. მე მეგონა ხრიციანი ვლაპარაკობდა. ჰა? პირველი თუ ჩაუვარდა, უცბად ამომუვარდა თავიდან. შემოვიდი სამსახურში და არ არის გიორგი და თურმე ქვემოთ ყოფილა და ვიძახი ყვირი მე კიდე იქიდან ყვირი და ვერც ყვირი მე რა ვიცი ყვირი მაგრამ ყვირილი აღარ არის უკვე ვიძახი რა ყვირი ყვირილი კი არა ალბათ ის არის რა ქვია ვინმე ის რო თავში რაღაცა ჩაიტყა ვერაფერს ვერ იზავდი ვერ დავიყვირებდი ხო აი მე და მე გამახსენდა მე ამოვიდა და ესე ხმა კი არის მოდა ხმა არ მქონდა ხმა არის აი მე გამახსენდა რომ მართლა ხმა არ მქონდა მე და მე უფრო მოვიდა მე კიდე ომიკრონი შეხვდა მე კიდე ომიკრონი რო ხმა ჩაგივარდა კიდე ხმა ჩამივარდა ვიდეოში ბიძმა გადაღებული ხალხო ძლივს ლაპარაკობ ოღონდ იცი როგორ ტკიოდა ხალხო ძალიან ტკიოდა ყელი მტკიოდა ესე დაძაბული ქონდა არაფერი არ მქონდა ხო გაიარა ომიკრონრაც კოვიდმაც ყველა არც შირკი იყო არც არაფერი ტკიოდა ყელი ხალხო გეგონება აი ისე ცი როგორ მქონდა ყელი პურს რო იმასიდა ტოსტის პურს რო გახუხავ რაღაცნაირად ხო არ იყონე ესე ხოშება დანაც რო გაუსმე ეგრე მქონდა ზუსტად გეგონება კატაზის შიგნით და ხოკავს იმას აშვება რა ქვია ხაჭნის პოტნის რა ვიცი რა ყველაფერს აკეთებს ხო და მე ნელა იმან მოგითხოვ აი მე მეორედაც გაუკეთეთ ეგა მერეც ეგ გავიკეთე მე ლაპარაკობდა ხალხო და უჭირდა ლაპარაკი იძაბებოდა და აი ესენი ტკიოდა აი მეტი დაძაბისგან აი ესენი ტკიოდა აი ყელიც ტკიოდა სხვათა შორის რომ ეძაბებოდა ხო
აი მე რა სასწაულება იყო მე რა ვიცი და იმ შაბმა წარმოგიდგენია იმ შაბმა მოიყვანა ხმა თავის ადგილზე. ექიმმა ვერ მოიფიქრა შაბი ვერ ექიმი, მაგრამ იცოდა ხო ექიმმა ყველაფერი სცადა თავისი. ყველა წამალი ისა ესა მე მგონი წამლებმა უარესად თქნა. ექიმი გაოგნებული იყო ჩემს პრაქტიკაში ესეთი არაფერი მქონიაო. ესეთი არაფერი მქონია ჩემს პრაქტიკაშიო. ამდენი რო ჩახედავდი ხარ ხო? მე რო მოურჩა. აი ეს ყელი ქონდა სულ ასე გონდა დაჭრილი აქ. დაჭრილივით ხო? ადამიანი იძახის ამდენი ხანი იმაში ვარო რა ქვია. წითელი კი მინახია ყელიო, მაგრამ ამდენი ხანი ექიმი ვარო. წითელიც მინახავს ყელიო, ყველანაირად დაჩიქებულიც მინახავს ყელიო, მაგრამ ესე არავის არ აქონიაო. ხმა არ მქონდა, ფიზიკურად ხმა არ მქონდა. რამეს რო ეკითხებდა ვერ ცემდა პასუხს. ვერა. ვერ ცემდა და რა უნდა ითქვა. ხმა რო ჩავარდნილი მქონდა, მე და ბებიეჩები იმაზე რო წავედით რა ქვია. საერთოდ ხმანქანაზე. საერთოდ ხმანქანაზე რო წავედით, თუ გაფუჭდა რო ვიფიქრეთ და საერთოდ ხმანქანაზე ხმა მქონდა ჩავარდნილი. მე რანაირად გავიგე. ძლივს ვლაპარაკობდი. ეგ მეორეთ. ხო, ეხლა ხო არ ეტყვი რატო ჩაგივარდა მე უთხარი რომ ის მქონდა გაკეთებული თქო. აჰა. გლანდების ოპერაცია და იმიტომ აქ ესე თქო. ხო არა უხსენი და ახლა ხო ეხლა ამ ხსნა იმას წაიყვანდა რა ქვია. ის ყველაფერი პერი ისე დარჩებოდა. დღემდე აი როდნა რო შესწირდება ყელიად კიდევ რაღაცა უკვე ხმა იცვლება კი ყელი რო დაუსუსტდა და ხო ამ ბოლოს მერე რო გავციდები ხოლმე ის დამეწყო რა ქვია კანკანი და პარაცეტამოლი აღარ უწევს საერთოდ პარაცეტამოლი აღარ მშველის ნუროფენს რაღაც ერთხელ მოგიყვეთხარ ხო ეს არის რა ქვია მაღაზიაში წავედი ჩაულებრივად არაფერი ცუდად არ ვიყავი ჩაულებრივად წავედი ხო გახსოვს ამ ბოლოს კანგალი რო დამემართა ხო შაშანი იყო მგონი წავედი მაღაზიაში ჩაულებრივად ამ მოვიტანე ყველაფერი ვივაჭრე ყველაფერი მოვიტანე რო წამოვედი აქ ჩვენ შემოსახვეში რო იმას ავქენი მოსახვეთან რომ მოვედი თითქოს რაღაცა თვალებში იმას აქნა რა ქვია დაბნელდა არც თავბრული ხოვდა არც არაფერი არც წევა მქონდა არც არაფერი მე რა ვიცი რა დამემართა და კანკალი დაიწყო ორგანიზმმა თითქოს შემცირდასავით რაღაცნაირად მე ყავაზე ვიყავ მიგასული ყავაზე გახვედი შენ ხო რომ მოვედი ყავაზე გავედი მე რაღაცნაირად ცოტა გამოვკეთდისავით ყავაზე გავიდა და მოვედი სახლში მოვიტანე ყველაფერი დედა ჩემი ყავაზე გავიდა ვზივარ ტელევიზორს უყურებ დაიწყო კანკალი ორგანიზმმა ყბამ აი მე ავედექი ის იმას ავქენი რა ქვია ადიელა მოვიტანე თუ რაღაცა ვერ მოვიფიქრე რომ საბარი მომეტანა ადიელა მოვიტანე დავწექი გავეხვიე იმ ადიელაში თან ხელს ვერ ყოფ ზევით ხელს რომ ამოყოფ ძალიან მაგრამ ცივა ხოლმე და მაგანკალებს ხალხო ვერც იმამდე ვერ მივედი რა ქვია თერმომეტრამდე რომ ამეღო და სიცხე გამეზომა ან წამალი დამელია რაღაცა რა ვიცი მე ხო და გამოვიდა დედა ჩემი ძლივს ვეუბნები რომ ცივა მაციებს ცივა მაგანკალებს და ისამაკ რა ქვია წნევა გამიზომა არა წნევა არა სიცხე გავიზომე და რამდენი მქონდა აღარ მახსოვს 41 ხო 41 42-მდე ცოტა აკლდა მე იმას ავქენი რა ქვია დავლე წამალი დაიწია ჰა ჩეს პარაცეტამოლი მივეცი პარაცეტამოლმა არაფერი არა პარაცეტამოლმა არ მე 15-20 წუთი გავიდა და ნუროფენი დავლიე და ნუროფენმა დამიწია სიცხე მე აღარც გიქნია როგორ არა მე ღამე დავწეთით ჩაოლებრივად ღამე მიქნა
ღამე ხო და იმ დღეს ღამე დამემართა ის არის რა ქვია რო გავითიში რაღაცა დამემართა ხალხო ემას აქვენი რა ქვია აქ ზევით რო ვიყავი მომეძინა თითქოს და მომეძინა და წავედი მეთქი დავიძინებ თქო ტელეფონიც არ ამიღია მე ვიცი ხოლმე ტელეფონის აღება რო იმას აქვნა რა ქვია ჩამეძინოს რაღაცნაირად ხო და ჩამეძინა ჩვეულებრივად რაღაცა მემართება თან ხმაც ამოვიდა ხმა იმას აქვენი რა ქვია კნესოდი ხო რაღაცა დამემართა თითქოს ყველაფერი აბსოლუტურად სადღაც სიბნელეში ვიყავი გაითიშა ყველაფერი სხეული ითიშება ვერც მოძრაობ ვერც ფეხს არ მოძრაობ ვერც ხელს ვერც თვალს ვერ ვახელ პარალიზება და განვიცადე რა აი რაღაცა პარალიზებას რო განიცდე ვერაფერს ვერ აგეთებ თითქოს თავიც ტვინიც ითიშება და უცბად ის დავიწყე რა ქვია კუნესა და მე რაღაცნაირად გამომიყვანეს მე გამოვაფხიზლე ხო გამომაფხიზლეს გიორგი უტყიეს როგორ რა მოხდა და რა მოხდა იქ და რანაირად იმას აქვნა დღემდე არ ვიცი დღემდე ვერ ხვდები რა დამემართა ხალხო ისეთი ცუდი შეგრძნება იყო რო რა ვიცი თან გინდა გაღვიძება და ვერცები თან გაღვიძება გინდა თან ვერცი იმას საშვები რა ქვია გრძნობ ყველაფერს ვერ იღვიძებ გრძნობ ყველაფერს რო გეძახიან და რო იმას საშვებია რა ქვია შეხებასაც კი გრძნობ მაგრამ პარალიზებულია თელი სხეული ვერ მოძრაობ საერთოდ თვალსაც ვერ ახელ ტვინიც თითქოს ითიშება და არც ითიშება რა ვიცი მე სიცხისგან იყავი ეგრეთე მე მივეცი წამლები 2-3 საათამდე არ დავიძინეთ ხო 3 საათზე დავიძინე ჩვეულებრივად დავიძინე უყოდ ის არის 3 საათამდე მე ზემოთ ამოვიყვანე დივანზე მოვაწვინე იქა ტელევიზორი ჩავრთევით და ციცხემ რო დაუწია მაგრამ დავიდა სიცხე წამლები და ვიცი მე კიდე მეგონია ძმრიანის ჩაგაცვია ფინა ძმრიანი წინდები მაგრამ არ შეიძლება და შუბზე დავადე კი რა ვიცი ცუდად იყავი და მე გამოვიდა მდგომარეობა რა მაგარი ცუდად წნევა გაუზომე ხარ ხო და წნევა ვაფშე მაგრამ საერთოდ წნევა მაგალი არა ხო და არც დაბალი ნორმალური წნევა 120-80-ზე ხო ნორმალური ტემპერატურა ეგ 120-80-ზე ჩემთვის ნორმალურია ხო და უკვე ზემოთ აი ცოტა 80-ზე მაქვს მე ერთი ხაზით რო ავიდეს უკვე ისავა რა ქვია თავი მიბრუალებს ხო მეცესევა ერთი ხაზით რო აემატოს თავი მიბრუალებს აღარ გახსოვს ამას წინ ადრე ზამთარში გურცუდად ხო წნევა მქონდა 100 თავი მიბრუალებს თავს ვერ ამწევს რაღაცა თუ მეტი მქონდა შენ მეტი მქონდა მაშინ მეტი აგიწია 160 მქონდა 160 მქონდა რაღაც 100 თუ რაღაცა ხო ხალხო 120-80-ზე მაქვს წნევა ნორმალური წნევა ეგ ჩემთვის ხო და უკვე რო ერთი ხაზის რო მოიმატოს უკვე ისავა რა ქვია ცუდად მითიშული თავი მიბრუალებს ისე რო ავდგე ალბათ ყველაფერი ისა იმიტომ არა დატრიალდება ხალხი ცუდად ახდის და ყავას იმიტომ არ აქვს წნევა რო ამიწიოს იმას მკვდარი ვარ იმ დღეს და ამიდა წნევა ყავა იმაშვება წნევას კი არ უწევს რატომღაც არ უნდა რა ვიცი მე რატო არ უწევს ერთხელ კიდე ის დავლია რა ქვია პიტნის ჩაი და იმას როგორ გადავლე მეორედ პირიქით პიტნის ჩაი უნდა დაგაწევო პიტნის ჩაი პირიქით უნდა დაგავშვიდოს და მე კიდე პირიქით ცუდად ხალხო მე უყურბართი ვარ უყურბართება ყველაფერი უკუღმა მემართება მე ყველაფერი ხალხო პიტნის ჩაი პირიქით უნდა დაგავშვიდოს ხო აი კომუნიკაციაზე საწავედით ხო ეს სამედიცინო ეგეც მოვიდა სამედიცინო სფეროც გავიარეთ ბარემ ახალ ვართ მოსულები ბარემ გავიარეთ ეგეც ხო ონლაინ სამედიცინო ონლაინ რო იყოს ახლა და კბილის ექიმი რანი
სტომატოლოგთან რო დარეკო და კბილები იმას აქნას რა შეგიმოწმ. უი მე დედაია. რანაირად? მე ხო ვიცი ისეთი ვარ მე იქვე მივდივარ და ფიზიკურად ვერ მივდივარ და ონლაინ მევსვიზა რა ქვია. გოდას ასე დამემართა ხალხს. და როგორ გაწვიდა კბილის ისა? გაძვიდა, მაგრამ ჩამოგდება საერთოდ უკბილობას ჯობია რომ გაიკეთო თავის დროზე, მაგრამ რა აზრი აქვს? როგორ აზრი? ჩამოცველი კბილებ დავჭი კბილების გარეშე. წესიათ ვეღარ ღვეჭავ. ვას რომ მოკბეჭავ კბილი არ დავჭეს გოიბანი ძახი. რაზე? რაღაცას რომ მოკბეჭავ, აღარ მივარ გაკბილები და არ მიდიყარ და გასაკეთებელი, გასათეთრებელი ეს ჩემი კბილები. დედა რა ვაქნა, კარგი ფული უნდა მივათხლიშო, მომიწევს მითხლიშო იმისთვის, რა ქვია. კბილის ექიმისთვის. თუ გეყო. დედა რა ვაქნა, 2000 ლარი თუ მეყო. მადლობელი უნდა ვიყო. საერთოდ იმ 2000 ლარიდან თუ რამე დამრჩა, მადლობელი უნდა ვიყო. ერთი თეთრიც რო დამრჩეს ისის მადლობელი უნდა ვიყო. დედა რა ვაქნა. კარგი ფული მესაჭიროება. მოგოდ მართლა ხალხო ხუმრობის გარეშე. იმ დღეს რა ორი კაი ვიდეო წაშალა გიორგი. ვაიმე. რა კაი ვიდეო წაშალე, ჰა? წაშალე რა, დავაწექი და წამეშალა. მე ხო ყველაფერს უნდა იმას ავკნა, რა ქვია. ყორეს მიედო. ხო. ღობე ყორეს ხო უნდა მივედო ყველაფერს და ყველაფერი იმას ავკნა, რა ქვია. აკეკო და დავკეკო. 1 საათია ვიდეო წავშალე ხალხო. 1 საათი ვილაპარაკე ხალხო, 1 საათი ვილაპარაკე. თარაზე, ემაზე რა ქვია. კონცერტზე. ამე შალა ნერვები. უბრალოდ ახლა მართლა ახლა. ოღონდ მართლა რა, მართლაც აი მაგას რო იმას აქვს და მართლა ძალიან ზედმეტი მოვიდა ამ ხალხს. ის რატო არავინ ნახა გაზიარებული მაქვს ის ვიდეო. ის რატო არავინ ნახა 10 წლის ბავშვი აიყვანა სცენაზე. და ის რატო არავინ ნახა და მაინდა-მაინც ის რატო ნახა დროშა. რატო აიყვანა სცენაზე? სცენაზე აიყვანა. ეთყობა მოსწონს სიმღერები მაგისი და აიყვანა ზევით. მე რა ვიცი. აი ბოშვა? იმ მომღერალმა. მოეფერებოდა თავის თავად. მართლა უყოდ რო იმას ავქნათ რა ქვია, ხუმრობის გარეშე რო ვთქვა, მართლა ძალიან მაგარი მომღერალია. ხონდა ელემენტარული. მე არ მივიდოდი რამდენი ბერმა დაწერ მე არ მივიდოდი მაგის კონცერტზე როგორ მიდიხარდო. აი მე იმისთვის სოფლიო ვარწყვლავია ხალხო და იმისთვის საერთოდ არც არაფერი დაუშავდებოდა, არც არაფერს წააგებდა ერთ კონცერტს თუ არ ჩაატარებდა ის არა ქვია. საქართველოში. ზოგმა უნდა იკითხოს რომ შემოსავალიც არ აქვს ნორმალური თორე იმას ბევრი აქვს. ნეტა იმის ნახევარი გქონდეს. ერთი კონცერტიდან რამდენი ფული აიღო ახლა. კაი კონცერტი, კაი. მე პირადად არ ყოფილვარ. დისტოტეტა. მაგრამ კარგი იქნებოდა სიმართლე გითხრა. აქ საფსახურით გააკიდე. მიდიხარ ადამიანი რა. თა სიმართლე რო გითხრა, მე მეგონა აგვისტოში ჩამოდიოდა, ივლისში თუ ჩამოდიოდა არ ვიცოდი. სამსახური გვაქვს და სამსახურის ეს არა ქვია, გადამკიდე 9 საათზე დაიწყო კონცერტი, თუ არ ვცდები. ხო, 9-ზე?
9-ზე დაიწყო საღამოზე, ხო? და დილით უნდა მიხვიდე და მთელი დღე უნდა გაატარო, იმიტომ რომ იმას აქნა აქვია, რომ მოასწრო შესვლა. იმდენ ხალხში. მაგრამ 55 მილიონი ადამიანი, 55,000 ადამიანი კი იყო. იმდენ სულ არა საქართველოში. მარტო საქართველოში კი არა, საზღვარგარეთიდანაც იყვნენ ჩამოსულები. ეგრე არის, აი საზღვარგარეთ კონცერტია. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ. კი, აბა მეც იმას ვიძახდა. ერევანში იყო ჯენიფერ ლოპესის კონცერტი. საქართველოში მაინც ჩამოგვიყვანო, საქართველოში ვიდა ჯენიფერი. კინო არ გადის. სიცხილე ამერიკულო კინო კერას ყველაფერს დაგავიწყებინებს. ახლა გამარჯვებთ. ძალიან სიცხეა. როგორ ახართ ხალხო, როგორ ასუნთქავთ. დავიხოცებით ალბათ. მაგარი ამბავი. კი ცოტა ხან დააპაუზე 1 წუთი. გადაცხობ. ურაკაია. რა? იქ. დაუნიო. მომეც. აღარ ვარ გადა. არა სამ. რაღაცა სანიაური ვარ არის, ალბათ მოკვდებია. აუ, ეს ხელი დგება. მინდა გინე. შეიკარიეთ მაგიოგან გაგიშლიან სიცხეშით. გაშლილმა ჩიმაროსავით მე რა ვიცი. ჩიმაროვა. აი მიახაც. მარიო ჩიმარო. ციუ რაღაცას დავლევდი. აუ წვენს დავლევდი მე კიდე რაღაცას. ციუს, აი მაგარ ციუს. აუ კოქტეილს დავლევდი შემოვლებით. ის კოქტეილს. რა ვიცი. ეს თამაში მეკრა მართლა გაშლილი რომ აქ მართლა ჩიმაროსავით. პაპარი გაკ. ჰა? პაპარი. ო. აუ ის იყო მაგარი ჩიმაროს რო თეთრი ნასკევი რო გაუგზავნეს. წინდები თანასკევი. თეთრი წინდები რო გაუგზავნეს, ხო? გეგონება არ აქვს და? ჰა? თბილად ჩაიცვამს. და? თბილად ჩაიცვამსო. ო. სხვა რაღაცა გაიგზავნოთ, ნასკის გაგზავნოთ, აუიღრე. ალბათ იფიქრა ხალხმა აღარ ნასკები უიქაო და საქართველოდან გაუგზავნოთო. მაგრამ შემიძლია ძებს ავზივარ ახ. აღარ მინდა ხარა, გაი ერთად გიზეჯდო. სერცხმა გამოსაყალიბეთ შესკაზაფი. გესაცხმელები მაგიდე. დღეს არის ცხია გიო? 28. მე რა ვიცი. 28. ხვალე 29 არის? დამთავრდა თუ ეხლა. 31 არის ეს თვე, ხო? 31-ით. დამთავრდა თუ. მოდის აგვისტო? ნენელა მოდის ზამთარი. უფრა კარგია. სიმეცარა. აი კარგია. კი თო სიგრილი კომარ. ურა კაია ზამთარი. თუმცა ბიზრებელი. აუ. როგორ გადაც უნდა ვერ გაიგონე ხლა? უი მე. დაზე თვაშჭირდება ჩემი მას რა ქვია. წარი მაინ გაიპარცე ვებომ სიცხეში. მაგრამ სიცხეა. ჩემ კისერს დაზე თვა გუნდა. რა უშულობა. ამის არ იყოს მამაუსი. მაგაკ და არა გაკთმა. მაგას არ. მამაუსი არ იყოს. მოკლედ თმა თუ არა ცხელა ხო ცხელა. მოთხოვი რა გიოდრონიო. მამაუსი რა?
მამაოსი არ იყოს ვიღაცა მივიდა და ისაო რა ქვია ზეთი მამაო ზეთი მწყეოდა მამაო ეკითხება რომ ტაძარში დადიხარო არაო ღმერთი წამსო არაო ლოცულობო არაო და აბა რა გინდა მამაო აბა რა გინდა ზეთი ჭრაჭუნობო აბა ზეთი რა გინდა ჭრაჭუნობო აბა არც ღმერთი წამსო არც ეკლესიაში დავდივარო არც ისაო რა ქვია ლოცულობო და ნეტარ მარხულობოდა არც მარხულობოდა ჰა აბა ეტყობა ჭრიჭინებდა და იმიტომ ჭრაჭუნობდა ალბათ და ზეთონ ჭირდება ო ალბათ ძვლები ჭრაჭუნობდა და ისე ადრე კარმები რო ჭრიჭინდებოდა და მივაცხებდით ზეთს რა ვიცი ზეთს აცხებდი აგა ეს ხელი კარები რო ჭრაჭუნობდა რა ეგა ჩვეულებრივი ზეთ ჩასხრივეთ კი გარჩი ეგეც უშვებს ეს ჩაის სტილოა არა ჭით აბა აი მაგიტას დასალადებელია საჭმელი რუჭა არა ეგრე არა ის არის რა ქვია ფლაინი მესი თვითმფრინავში ისა რა ქვია მაგიტას დასალადები თვითმფრინავისა ეს რო დარჩა კიდე მიას და აღარ მივეცით უი ეს დარჩა რო დარჩა ამ ბოლოს რო იყო არ მივეცით უი არ მივეცით ჰა მია მაგარი ჰა გუში ნახე TikTok-ში თუ Facebook-ში სტორი მინახე TikTok-ში არ მინახე სად იყო ცეკვავს რაღაცეებს რა ვიცი TikTok ტრენდი იცი სადაც იყოს TikTok-ში ამას იმას დავაფარი იპირსაფრთის რო გიფარი დამცხაში ხარ აი მე ცოტა გაიფრობის ინა მინდა ყურება მე რა მეკი გამოვდი ცოტა აკრიბდეს და მე რა უფრო არის ხელა სახში ცხელა რა აზრია გარეთ აგრიბდეს სიტყვის აგრიბდეს გეგონება გუშინის კონცერტი იყო იმისი რა ქვია და გაიყო გონომდე ვერ უყურო 7 საათამდე ნაყოფილი სიგრძე იყო მე რა ვიცი რა იმღერა სამდენი ეს სიმღერები ყველა სიმღერა არ მოწონს კაცო ვის როგორ ახლა ვინმე საერთოდ შეიძლება არც მოსწონდეს არა უბრალოდ კაი გოგოები არიან მომწონნი გოგოები თათაც მომწონს მაგაზე არ ვიძახი გარეგნულაზე არ ვიძახი ემითი ვიძახი რა არა მარტო გემოვნებაზე არ დაუბენ გემოვნებით შეიძლება იმათ მუსიკის სიმღერები არც მოსწონდეთ ხო ხა ყველა სერტნაირი სხვა რა გემოვნება ყველა სერტნაირი გემოვნება არა არა კაცო ასევე მუსიკაში ასევე საჭმელში მე მაგალითად ყველა სერტნაირი აზრი არა კიდე ხო ყველა სხვადასხვა აზრი აქვს და ყველა სხვადასხვა აზრის და გემოვნების და იმას უნდა შეიძლება ვიღაცას კიდე ის არ მოსწონდეს რა ქვია რომელიმე უცხოელი მომღერალი და ქართველს უსმენდეს კი რა სულელი აი იმის გამო კი არ უნდა უთხრა რომ შენ ესე რატო მოგწონს და ისე ყველას თავისი აზრი აქვს ყველას თავისი ცხოვრება ყველას თავისი დრო აქვს და ყველამ თავისას მიხედოს კარგად იქნება თუ მაგრად იქნება თუ გლახად იქნება ყველამ თავისას უნდა მიხედოს და არავის საქმე არ არის ვინ ორჯერ გათხოვდება ვინ სამჯერ მოიწონს ვინ 10 ჯერ იმასქნის და ვინ ასე იზავს და ვინ ისე იზავს ვის ხალხო ხო ის ჭორაობა იცის ვის როგორ უნდა აი და კიდე ხალხო რომ ამას ვერ ვიდან კაცები რო დაიწყებენ ჭორობას ვაიმე კაცების ჭორობას ვერ ვიდან ჭირდას ზოგადად ჭორობას ვერ ვიტან მაგრამ მით უმეტეს კაცისგან ელა გიორგი წადირაშვილი წყალი მომიტანე რა უი ბედედა წადი წყალი მომიტანე დღეს პურსზე რო წახვალ ცოტა რაღაცა წამოიღეთ ცივი დავლევთ ცივი რაღაცა ნაყინია რა სულ კიდე დამემართა უი მე გიორგი რომელიც მაგარი ცივია ის წამოიღე გესვით თვითფრინავის ხმა ეგრეა ჩვენი საქმე
ეგრეა ეს ცხოვრება ონლაინებით და თანამედროვე ცხოვრება მიდის წინ. ამ თვის ბოლოს მე მგონია ლილოში გავალთ ხალხო რაღაცები გვინდა ყიდვა. გიორგისთვის ბუტასები და რაღაცები უნდა გიორგის ყიდვა. მარტო კი წავალო, მაგრამ ის არის დეჩენს პენსიის ისა გასაკეთებელი. ხო, დახლა გამახსენდა, კითხვა მქონდა რაღაც. რა? კითხვა მქონდა, ის არის რა ქვია. ინტერნეტში დო ისიდო სამხედრო კოლონო რა მოდიოდა, ხო იცი? ხო. შენ ხო არ იციო რატომ მოდიოდნენ? წვრთნებია ხალხო. ეხლა ესე დავლებ ხალხო რა. ხო. დამძრახავთ გეხვეწები. ის არის რა ქვია. ამერიკა და საქართველოს და კიდე რამდენიმე ქვეყანას საერთოდ წვრთნები აქვთ. და მაგიტო შემოვიდნენ. არაფერი სხვა. საშიში ყველაფერია რა ვიცი. არა. შეიძლება რას გაიგებ გიორგი, მეშინია მე. ხალხო დღეს რა გვინდოდა იცი? სიმინდი გვინდა ისე მწარეთ. ისე მწარეთ მინდა სიმინდი რო რა ვიცი, მაგრამ ის არის რა ქვია. არსად არ არის. გათეთდი. არსად არ არის გამარჯვებაში სიმინდი. ხო. ბაზრობაზე იქნება სიმინდი. მე გადამივა სიმინდის სრული და. გადაგივა კაცურიგივა მე. იცი. ბაზრობაზე წავალ საუკუნის მერე. რა საუკუნის ასაღაურ სამდღეში წავარ. ხო და ასე ხალხო. რა სამდღეში არ გიდა? ფეხსაცმელი. თავიდან მეთქე მეც მეგონა რომ გასაქცევად თუ გაქვს საქმეო მიიწყება თქო, მაგრამ ის არის რა ქვია. ხალხმა დარეკა თქო. მინ დარეკა კაცო. დადო. დაწერა რომ ის იყო რა, ის არისო რა ქვია. წვრთნებიო. მეც მადლობა. ისაო რა ქვია. რა ქვია მაგ იმას წვრთნას. გამჭრია ისაო რა ქვია, ძლიერი სულიო თუ რაღაცა ქვია. წარმატებები. წარმატებები მათ. თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე არის წვრთნები და მაგიტო. ეხლა ახალ წვეულებიც იქნებიან იქ მისულები. ჩვენი ივანე ისაა. იქნება რა ახალ წვეული არ არის? უთო კი არა რა ქვია? როსტო. ო, რასია. როსტომი კაცარი ვიშეკაიო. თუ დიდი ჯარის ისინი იქნებიან. მაგრამ მე მგონი ის იყო, ის არის აქვია. დიდი სამხედროების ისა. ხო, ეგ ის არის, ვინც მუდმივად არის, ხო. ჯარში და იმათია და ამათი არა ისინი პატარები არიან. მაგრამ ესენი პატარები არიან, ხო. არა, ესენი ხო არ რჩებიან. თუ დარჩი ჯარში იმ შემთხვევაში. იქნება მეორე წელს ან მესამე წელს როცა იქნება. ხო, როცა იქნება. ჩვენთან როდის უნდა იყოს ოლიმპიადა ხო უნდა იყოს როდის? ოლიმპიადა 2028 წელს მე მგონი. რაკენ. დაგიჭი. რაზე? მეც გადამწდა 2000. რეათან. იქიდან დავიხჩე ხალხო. მე პიკნიკზე მინდა წასვლა. წავიდეთ ერთი დღე თქო და გეუნები და რა გავქრათ ახლა. რაღაცები გქონდეს ნაყიდი ხვალე წავიდოდით. ვიყიდოთ ხვალე და ზეგ წავიდეთ ჩვენი ვარ არის. ხვალე უფრო კარგი იქნება და ვიდეოს იქნებოდა გარეთ. რა, გადავიდეთ იქით, უცბად ვიყიდო და წავიდეთ რა.
რა ვიწავართ? ან მაღაზიები არ არის იქით. მაწონი მინდა და მაკარონი. მაგავაკეთო ახლა მაკარონი, მაგრამ რა ჩართავს გასა. მაწონი ხო წამოვლო? მინდა მაწონი და მაკარონი. მაწონი. ხო, რა გამახსენდა? ისაო რა ქვია? ვიღაცა თამიგალეჯილმა ისაო რა ქვია? ამდენს დაეტრევი მაღაზიაშიო და ყიდულობა. ტელეფონი ვერ გიყიდიაო, ამდენ ფულები გაქვს. მომეცი მერე. და ვიყიდი, მომეცი, აბა მომეცი, მიდი. ვინგი? სანამ აქვს ფული? მიგალეჯილი ეს. მიგალეჯი ეგტვინი და იმას აშვები რაღაცას. ტელეფონი ვერ გიყიდიაო, ხარისხი არ აქვს. მერე რა ვქნა, რა გავაკეთო? მომეცი ფული. მომეცი გამომიგზავნე და ვიყიდი. 1700 ლარი. ისა იღე? მონეტიზაციო თუ რაღაც. რა? ისა ვიღე არ იქა. იმი ნერვი არა მაქვს. რაზე? ავიღე არ მოდ ისაო ვინმე რო დაგირიცხავს ნახევარი თვითონ მიაქვთო. იგივე სად არის? პირადი ნომერი? არ დამედია. მაღაზიას იწვია, ნუ პირადი ნომერი არ დადიო. ხო და ეგ არის სისულელი არხის განვითარებისთვის. რა არის არხის განვითარება? თუ უნდა კომპანიებს ისედაც მოგძებნია. კომპანიაზე არ არის იქ საქმე. შეუძლიათ რომ იმას აქნა რა ქვია. თუ გინდა რომ არხი განვითარდეს და უფრო მეტი ისინი ხარისხი და ითქონდეს. რადე? მაყურებელს მაგალითად მე მაყურებელს რომ მინდა რომ ვისაც უყურებ რომ უფრო მეტი კონტენტი კონდეს და მეტი ის კონდეს უფრო განვითარებული და უფრო ხარისხი. შემიძლია დავეხმარო. იმის შემთხვევაშიც არის. მე არა აქვს რა ქვია, ხარისხი არა აქვს. მომეცი 1700 ლარი და ვიყიდი. მე ხარისხი იქნება ისეთი რომ რა ვიცი. კი არ უნდა დაუგმოგნეი ადამიანს. თეთქო ახლა ბალიში. აქ რომ ყავდე გეფიცები შუაზე გაგლიჩდი. გარტყმევნებდი თავს. ამდენი ფული რო გქონდეს ხარხონობა. ელემენტარული არ წუწუნებთ და ზედმეტს არ ვიძახით, არავის ეგ გასულელია, მაგრამ ჩვენ ვიცით რას გავაკეთეთ, მაგრამ რო არ არის რაღაცა რა ვიცი. მეც ვფიქრობ რომ ხარისხი არ აქვს, მეც ვიცი. აი მე მართლა ხალხო ზოგმა ძალიან ტვინი წაიღო უკვე. ისე მელაპარაკებიან გეგონება ციდან მომდის ფულები. შენ გეტყობა გააქვს, მაგრამ მე შენ გექნება ვიღაცას წაართმევდი. ხო მიგბლოკე, აი ეგრე უფ. გეგონა რომ არ დავბლოკავდი, ხო? მე წით ჩემო ძვირფასებო რომ რამეს გეტყვით. როდის გითხრა დე? მე ის გუში ნახე ის არა ქვია. გაწიე ხოლმე რომ გამოჩდეს ისაო რა ქვია, მაგიდა რომ გამოჩდეს. არა აქვს ის არა ქვია. ხმაც არა აქვს მე წესიერ ხმაც არის მის და ისიც რა ქვია. ხარისხით საერთოდ არა აქვს და აბნელებს და მე ხმის აწევა მიწევს და იმაში რა ქვია. დამონტაჟებას რო ვიწყებ უარესად დაკარგვინებს იმას. რა ქვია. ხმას. ხმას კი მოსდის რო აუწევ, მაგრამ
ხარისხს აკარგვინებს უარესად. და მე საერთოდ აზრი აღარ აქვს იმას ვიდეოს დადებას. არ ვიცი ხალხო რა უნდა გავაკეთე თუ იმაზე რა ქვია. ვერ გამიგია. ან ეს 1700 ლარი რა ჯანდაბა არის რა ამბავია რა არის. ერთ საათზე წავედით. რომელი დიდი? რომელი 1000? ონორიღის 1700 რომელიც არის კარგი. ის არ ვარ გაის მეორე. რომელიც მე მინდოდა. კამერა იმასაც არა აქვს. კარგი. iPhone-ი კიდე აღარ იღებს იმას რა ქვია ვიდეოს. რო გადავიღებ ვიდეოს ყველაფერს წაშლა პუშენი ჯანდაბა. წაშლას ითხოვს. წაშლას მთხოვს ყველაფრისაც და ყველაფერი თუ წაშლალი რა ჯანდაბად მინდა. 1 საათი და წავედი ხალხო გამემშვიდობებით ახლა ვიდეომდე. აბა ჰე. წავედი. კარგად. თორე კარგად იყავით. 2 საათზე წავა. მაგრად იყავით. გაიხარეთ, გამრავდით, გაბედნიერდით. უღრმესი მადლობა ყურებისათვის, კომენტარებისათვის და იაქტიურეთ, შემოთბილებოდოთ კბილებო. რომ ჩვენც ვიაქტიუროთ. ჩვენც ვიაქტიუროთ და ავიდეთ 5000 გამომწერზე. 5000 გამომწერზე. გთხოვთ და გემუდარებით თქვენ ნათესავებსაც და ახლობლებსაც და იმათაც გამოაწერიებთ შვილებსაც და შვილიშვილებსაც და რა ვიცი მე ყველას. აბაჰე და აბაჰო. კარგად. Bye.